რიგში დიანა მოწვევისთვის მივესალმები თქვენ მაყურებელს. რეალურად 28 ნოემბრის აქცია მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ დავაანონსეთ, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არის სრულიად საზოგადოების დღე. და ჩვენ არ ვყოფთ ეს. ყველამ დაანონსა, ანუ ყველასთვის იყო რაღაცნაირი დღე, წერტილი. დიახ, მაგრამ ჩვენ არ ვყოფთ ესე რაღაც პოლიტიკურ კლასებად მით უმეტეს. აქ ჩვენ უბრალოდ ჩვენი მკაფიო გზავნილი არის ყველასადმი ის, რომ ამ დღეს უნდა ვიყოთ ყველა თანასწორი და რიგითი მოქალაქე. და ყველამ უნდა დავანახოთ ჩვენ რეჟიმს, რომ ძალიან ბევრი დგავართ და სიბრაზე არ საწასულა და მიუხედავად რეპრესიებისა, მიუხედავად დრაკონული კანონებისა, დაშინებისა და ფაქტობრივად აი ამ პოლიტიკისა, რომელსაც ატარებს მათ შორის პოლარიზაციის კომპონენტში, ჩვენ ვდგავართ და ვიდგებით საქართველოს სადარაჯოზე და არ დავთმობთ და არ შევეგუებით ევროპული კურსის ცვლილებას. სწორედ ეს გამოხატულება და მიგვაჩნია, რომ ჩვენი ანონსიც ამას გამოსჭვივის და ჩვენი სიტყვა არის და ჩვენი ანონსის მთავარი სათქმელი, რომ იგივე დღე, იგივე ადგილი უფრო ძლიერი საზოგადოება, რომელ საათზეა თქვენი 20 საათზე და მიგვაჩნია, რომ ამ დღეს ყველანი ამ დროს არ იკრიბებიან ისედაც. ისტორიულ მნიშვნელობას ვანიჭებთ და იქიდან გამომდინარე, რომ ეს წინა წლის აქტივობებს უკავშირდება ფაქტობრივად ევროპული მომავალის გზის შეჩერებას, რომელიც რეჟიმმა განაცხადა და ჩვენ თვითდინებით დავიწყეთ, ასე ვთქვათ, და ავაგორეთ საპროტესტო ტალღა. აქედან გამომდინარე ყველანაირი მოწოდებების გარეშე, აქედან გამომდინარე სწორედ ამ აქტს უკავშირებთ ჩვენ. და მიგვაჩნია, რომ ყველანაირი მიკროფონების და მოწოდებების გარეშე უნდა ჩავატაროთ ეს დღე, როგორც რიგითმა მოქალაქეებმა და ალბათ დამეთანხმებით, რომ ზოგჯერ სათქმელი, უფრო ვიზუალური ეფექტები და კონკრეტული ინსტალაციებით უფრო კარგად წარმოჩინდება და გამოიხატება და მათ შორის დაზუსტება მინდა თქვენი იმ ეთერში საუბრობთ და გამოსვლა. იქ 8 საათზე ისედაც ყველას აქცია, ხო? თქმა უნდა, შესაბამისად სრულიად საზოგადოების სეგმენტი ამ აქციას. საკურველია, რომლებიც ყოველ პერფორმანსებით, გარკვეული აქტივობებით გამოთქვამთ ჩვენ სათქმელს და ამავდროულად მოუწოდებთ ყველა მოქალაქეს, რომ თავისი წვლილი შეიტანოს ამ დღის შექმნაში. რაც შეეხება ანტიკრიზისულ პლატფორმასთან დაკავშირებით, ორიოდე სიტყვას მოგახსენებთ, ანტიკრიზისული პლატფორმა თან არის ახალი ხედვა, ფაქტობრივად ახალი სიტყვა საქართველოს სინამდვილეში, ანუ გაერთიანებული ვართ ადამიანები, აპარტიული ადამიანები კონკრეტული მიზნის გარშემო, არა ძალაუფლების მოსაპოვებლად, არამედ ქვეყნის გადასარჩენად. და უნდა შევთანხმდეთ. ეს არის ესენი არიან პროტესტში მყოფი ადამიანების ნაწილი. რა განსხვავებთ აი მაგალითად პროტესტში მყოფი სხვა ადამიანებისგან? გამომდინარე, რომ ჩვენ ფაქტობრივად უპარტიო ადამიანები ვართ, რომლებიც არასდროს პოლიტიკაში არ ყოფილვართ და სიმართლე გითხრათ, ამ პოლიტიკის, ანუ აპოლიტიკურობამ დაბრუპა და მოგვიყვანა აქამდე და ვიგრძენით ის სიმწვავე, ეგრეთ წოდებული რუსული კანონიდან გამომდინარე 2024 წლის გაზაფხულიდან მოყოლებული და ეტაპობრივად გავფართოვდით და მათ შორის პროტესტშიც აღმოვაჩინეთ ერთმანეთი. შესაბამისად, ჩვენ გვგრძნობთ და ვიღებთ და ვითავისებთ, რომ ამ ქვეყანაში არის ხალხის მიერ პასუხისმგებლობა ამ ქვეყანაზე ასაღები და რაღაც ველოდებით, ან ვის ველოდებით. აი განსხვავებულს რა არის განსხვავებული? ჩვეულებრივი არ ვიცი, ის ყოველდღე დადის აქციაზე და რაღაც სახელი არ აქვს დარქმეული იმ ადამიანისგან, იქ განსხვავდება თქვენ პლატფორმაზე. განსხვავებული არის თუნდაც ის მიდგომები, ის ჰორიზონტალური პრინციპი, რომელიც განსხვავდება სხვა მოძრაობების მკაცრი ვერტიკალისგან. განსხვავებები არის ის მოდელი, რომელსაც შევთავაზობთ ქვემოდან ზემოთ მიდგომის სტანდარტით, სადაც ხალხი წყვეტს და ხელისუფლება და ცალკეული პოლიტიკური ფიგურები ემსახურებიან ხალხს. ამავდროულად განსხვავება არის ის, რომ ჩვენ გვაქვს კონკრეტული კვლევა და პრაგმატიზმზე შეჯერებული კონცეფცია ანტიკრიზისული მთავრობის სახით, რასაც ვთავაზობთ გამოსავლის სახით საზოგადოებას. რა გამოსავალს თავაზობთ საზოგადოებას? სინამდვილეში კი არის ახალი, მაგრამ ეს დიანა არ არის არც ინოვაცია და არც ახალი გამოგონება. ევროპის ქვეყნებში, არაერთ ევროპულ ქვეყანაში უმუშავია კრიზისებისა და პოლარიზაციის დროს საკმაოდ ეფექტურად. ამრიგად, ჩვენი კვლევის შედეგად თვეების განმავლობაში ფაქტობრივად აი რა შეიძლება აი თქვენ როგორ გესახებათ კრიზისის დაძლევა? მოდით ასე ვილაპარაკოთ. ანტიკრიზისული მთავრობის, ასე ვთქვათ, პირობებში
სწორედაც რომ უებარი საშუალებაა და პირდაპირ მზა პროდუქტი იმისა, რომ კრიზისისა და პოლარიზაციის პირობებში ერთადერთი გადაწყვეტა, რომელიც უმუშავია და რომელიც არის ეფექტური და მოქნილი მექანიზმი, ეს არის ტექნიკური მთავრობის მოდელი. ანუ ანტიკრიზისული მთავრობა. რაც შეეხება ფაქტობრივად, ახლა ქვეყანაში, ანუ ვინ მე ვარ ანტიკრიზისული მთავრობა კობახიძეს ალბათ გონია. თქვენი შეკითხვის პასუხად დიანა, რას აკეთებს და რითი განსხვავდება ანტიკრიზისული პლატფორმა სხვა საზოგადოებებიდან? განსხვავდება იმით, რომ სწორება აქვს მხოლოდ და მხოლოდ ძლიერი საზოგადოების ფორმირებაზე და ნებისმიერი აქტივობა, რომელიც ჩვენმა პლატფორმა დაანონსა, ეს იქნებოდა თავისუფალი მიკროფონი, ანონსი, ჩვენი ანტიკრიზისული მთავრობის კონცეფცია, თუ ასე შემდეგ, მხოლოდ და მხოლოდ ფოკუსი მიმართულია საზოგადოების გაძლიერებაზე. ტექნიკური მთავრობა როდის? არჩევნების ჩანიშნამდე, არჩევნების ჩანიშნამდე. აი რა პერიოდში, იმიტომ რომ კრიზისი თქვენ ამბობთ კრიზისია, მთავრობა არ აღიარებს. ტექნიკური მთავრობის რეალიზება სულ აქაც შეგვიძლია მივმართოთ საერთაშორისო და აპრობირებულ მოდელს, როგორ მუშაობდა ეს სხვა ქვეყნებში და სამი გზა არის, ეს არის არჩევნების გზით, ეს არის პროტესტის გზით და ეს არის პოლიტიკური კონსენსუსის გზით. შესაბამისად, ამასაც საზოგადოება გადაწყვეტს, მაგრამ ჩვენ ქართულ სინამდვილეში ვფიქრობთ, რომ ეს პროტესტის წიაღიდან უნდა დაიბადოს. შესაბამისად, იმედია საზოგადოებაში გასაჩენი, იმიტომ რომ რითი გვჯობნის ჩვენ, ხო, ქართული ოცნება ამ დრომდე, იმითი რომ სარგებლობს პოლარიზაციით, იმითი რომ სარგებლობს ფაქტობრივად დაყოფით და იმითი რომ სარგებლობს იმ მოცემულობით, რომ ჩვენ იდეის გარშემო არ ვართ კონსოლიდირებული და პოლიტიკური პარტიები, ვერც ერთ ქვეყანაში პოლიტიკურ პარტიებს კრიზისების დროს ვერ გამოუყვანია და ვერ მომხდარა ეფექტური გადაწყვეტა საკითხის. ამიტომ კრიზისისა და დეპოლარიზაციის გამოწვევაზე ანტიკრიზისულ პლატფორმა პასუხობს კონკრეტული ინიციატივით, სადაც ბრაზი სწორად არის მიმართული, სიტყვა საქმეშია გადაზრდილი და ფაქტობრივად კერძოდ ერთი მხრივ ანტიკრიზისული პლატფორმის ტექნიკური მთავრობის შესახებ აუცილებლად ფართო საზოგადოებას უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია, რა არის საერთოდ ტექნიკური მთავრობა, რა ხიბლი აქვს, რა სიკეთეები მოაქვს, ეს რო ემსახურება ფაქტობრივად არა მხოლოდ პოლიტიკური ველის გაჯანსაღებას, არამედ უფრო მაღალი სტანდარტის დამკვიდრებას. ხელისუფლების მიერ აღიარება უნდა უდებდეს შეთანხმების კი არა, საერთო სახალხო კონსენსუსის შედეგი უნდა იყოს. ხალხმა სწორედ ამიტომ ამბობ თქვენოდან ზემოთ პრინციპზე დაშენებულ მოდელს, რომელიც საქართველოს რეალობაში არ ყოფილა და ჩვენ ვიცით და ვაანალიზებთ, რომ ევროპულ ქვეყნებში ჩვენ ევროპა რო გვინდა, ევროპა მხოლოდ ვიზა ლიბერალიზაცია ხო არა, ევროპა არის ღირებულებები. სწორედ ამ ღირებულებათა თანხმედრას ვთავრობთ, სადაც მცირე საკითხსაც კი ევროპაში ხალხს ეკითხებიან. ჩვენთან კი პირიქით იყო და ეს მავნე პრაქტიკა, რომ ეს მავნებლობა ფაქტობრივად, რომლებიც ათეული წლებია მოდის, სადაც ხალხს ფაქტობრივად არჩევნებში ინსტრუმენტად იყენებდნენ, არჩევნებში ხმისმის გზით ძალაუფლების მოსაპოვებლად ეს უნდა შევჩვალოთ ცვალოთ და 360 გრადუსით შეიცვალოს, როდესაც ხალხი ირწმუნებს საკუთარ ძალას და ძალა ერთობაშია, ხო? და ეს რაღაცა სულხან საბას ფრაზები თუ გვავიწყდება და სულხან საბას იგავი თუ გვავიწყდება, შეგვიძლია გერბზე ამოვიკითხოთ და ამ სიტყვების სიძლიერე გავითავისუფლოთ, რაც შინაარსობრივად და შინაარსობრივად თანხმედრაშია და ასახავს იმ კონცეფციას, რომელზეც დგას ანტიკრიზისული პლატფორმა. ანტიკრიზისული პლატფორმა თავაზობს საზოგადოებას ერთის მხრივ ტექნიკურ მთავრობას როგორც გამოსავლად, მეორეს მხრივ როგორც ტექნიკური მთავრობის, ასე ვთქვათ, კანდიდატებს, მინისტრობის კანდიდატებს, რომელიც ამავდროულად საერთო კონსენსუსის ფონზე მიიღწევა, საზოგადოებრივი კონსენსუსის ფონზე მიიღწევა. აქაც ინკლუზიურობის მექანიზმები გვაქვს ჩართული და აქაც ფართო საზოგადოებრივი კონსენსუსს, ასე ვთქვათ, ფართო საზოგადოებრივი კონსენსუსის კამპანია გვაქვს. ახლა უნდა იყოს ამაზე კონკრეტულ კანდიდატებზე უნდა იყოს შეთანხმება. რაც საკვირველია, სადაც ინკლუზიურობაში სწორედ ამ კონტექსტს გულისხმობს, სადაც საზოგადოება ქმნის ამინს და საზოგადოება თანხმდება მაღალი რეპუტაციის აპარტიულ მქონდეს დარგის სპეციალისტებს, რომლებიც დროებით მოდიან სათავეში მმართველობაში და ეს არ არის ახალი პოლიტიკოსების დაბადება არ არის. ეს არის სწორედ საზოგადოებრივი მუხტისგან უნდა შეიქმნას. პროტესტისგან უნდა დაიბადოს, იდეაზე დაშენებული კონცეფციაა ეს და ეს აჩენს იდეას, რომელიც აწვდის საზოგადოებას. შესაბამისად, ამ ჩვენი მთავარი ამოცანა და ამოხსნა გარდა იმისა, რომ ჩვენი საიტი გვაქვს, ჩვენია.gi, სადაც ყველას მოუწოდებთ, ვინც უპარტიოა და ვისაც უყვარს ეს ქვეყანა, შემოგვიერთდნენ, დარეგისტრირდნენ, კონცეფციის საბოლოო ფორმირებაში მიიღონ მონაწილეობა და მათ შორის კანდიდატების დასახელებაში ჩაერთონ. ეს, როგორც მოგახსენებთ, კამპანიური ხასიათის უნდა იყოს და ეს იქნება თემა, რომელიც რაღაც გააფართოებს პროტესტ მეტი ადამიანი დაინახავს თავის. იმედი უნდა დაუბრუნოს, ნაკვეთ ხალხს გაღვივება ჭირდება
დამოკიდება, რომელიც აუცილებლად დაალდება და აქ მთავარი ბერკეტი ხალხშია. ხალხმა უნდა ვიწამოთ, რომ ჩვენ ხალხს შევწევს იმისი ძალა და საშუალება, რომ ეს ქვეყანა გამოვიყვანოთ ამ კრიზისიდან და ერთობლივი ძალისხმევით გავიყვანოთ სამშვიდობო. შესაბამისად, ჩვენ ანტიკრიზისული გეგმი, ანტიკრიზისული პლატფორმის ფარგლებში და ამ კონცეფციის ფარგლებში ამავდროულად დიანა მინდა იცოდეს საზოგადოება, რომ მუშაობთ და ძალიან მალე წარუდგენთ ანტიკრიზისულ გეგმას. ეს გეგმა სწორედაც ეფუძნება კრიზისის დაძლევას და პოლარიზაციის დაძლევის ამოცანას. ამრიგად ამ კონცეფციის ფარგლებში არის, ხო? ჩვენ ფაქტობრივად გზამკვლევი გვაქვს ევროკომისიის რეკომენდაციების, რომლის ფარგლებშიც მუშაობთ და რა არის ეს? სტაბილურობის დაბრუნება, ეს არის ინსტიტუტების დამოუკიდებლობა, დეპოლარიზება და ფაქტობრივად ხალხის ჩართულობა, მონაწილეობა პროცესებში, რომელიც ყველაზე მთავარს ეფუძნება. ხალხმა უნდა ვირწმუნოთ ჩვენი ძალების და ხალხმა უნდა ერთხელ და სამუდამოდ ავიღოთ პასუხისმგებლობა ამ ქვეყანაზე, რადგან ეს ქვეყანაა და ბოლო სათქმელსაც ვიტყვით თქვენის ნებართვით. ჩვენ არ გვაქვს ართვებ დროს რომელიც უკვე რიგშია. ჩვენ საკუთარ თავებსაც უნდა დავუსვათ ზოგჯერ შეკითხვა. ნუ თუ ვიქნებით ჩვენი სინდისის ჩვენი შვილებისა და წარსულის წინაშე მართლები თუ ესეთ ქვეყანას დაუტოვებთ ჩვენ ქვეყანას რა თქმა უნდა პირდაპირი პასუხი არის არა და არ ეკარდერება ეს არც საქართველოს და არც ქართველის ღირსეული ქართველის ხელწერას ამიტომ ხალხშია გამოსავალი და სწორედ ხალხზე საზოგადოებაზე დაფუძნებულ მთავარ ინსტრუმენტს ანტიკრიზისული მთავრობის სახით თავაზობ ჩვენ საზოგადოებას და მოუწოდებ ყველა შემოგვიერთდნენ და საერთო ფართო საზოგადოებრივი კონსენსუსი მივაღწიოთ ამ კონტექსტში. დიდი მადლობა მას დავემშვიდობები და ჩვენი შემდეგი სტუმარი იქნება ცოტნე კობერიძე, დაჩი შეგიძლიათ